ლეგენდარულ კანადელ ჰოკეისტს უეინ გრეცკის თუდავესესხებით. აცილებულია იმ დარტყმების 100%, რომელთაც არ ასრულებთ. მართლაც იმის მიღწევის შანსი, რასაც არასდროს ცდით, არ არსებობს. დიდებული საქმეების ჩადენას კი დიდი რისკი სჭირდება. და თქვენს თავს აზარტულ ადამიანად თუ თვლით, კვირაში ერთხელ ლოტარიის ბილეთის ყიდვა და ძალიან საეჭვო დაწესებულებაში შაურმის ჭამა არ ითვლება. ჩვენ მხოლოდ ნამდვილ რისკებზე ვსაუბრობთ. აი დაახლოებით ისეთზე, რომელიც გათქმევინებს? კარგი იდეა. მოდი, თაობების ნაგროვებ ქონებას სასწორზე დავდებ და ვნახოთ რა გამოვა. ბილ გეიტსის, მარკ ცუკერბერგისა და სტივ ჯობსის ისტორიები ალბათ გსმენიათ. ამბები გენიოსებზე, რომლებმაც საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლას ოცნებების დევნა არჩიეს. დიახ, ისტორია, რომელსაც დღეს მოგიყვებით, სწორედ ასეთი შემთხვევაა. თუ კაზინო როიალში პოკერის მაგიდასთან ჯეიმს ბონდის all-in-ი გახსოვთ. 40,500,000 all in. ერთი პატარა იაპონური ავტომწარმოებელიც სწორედ ასე მოიქცა. იმ განსხვავებით, რომ ფლეშის ნაცვლად ახლა უკვე ლეგენდარულ მაზდას ხელში მეტალის უცნაური ბრუნავის სამკუთხედები ეჭირა, რომლებსაც საუკეთესო შემთხვევაში გაზონის საკრეჭის ხმა ჰქონდათ. რამდენად გასაოცარიც არ უნდა იყოს, ჩვენი ისტორია ამომავალი მზის ქვეყნის ნაცვლად. 1930-იანი წლების გერმანიაში იწყება და მისი მთავარი ანტიგმირი, მესამე რაიხის თავგამოდებული გულშემატკივარი, ფელიქს ვანკელია. და გაინტერესეთ არა? ხოდა სანამ გავაგრძელებთ, იცით რა თქვა რენე დეკარტმა? ვაზროვნებ, მაშასა და მე კრისტალ ავტოს YouTube არხი მაქვს გამოწერილიო. ხოდა ჩვენი თუ არ გჯერათ, დეკარტის მაინც ხომ გჯერათ? მიდით გამოიწერეთ და იაზროვნეთ. სად გავჩერდით? ხო, ფელიქს ვანკელი. ფელიქს ვანკელი დიდი მეოცნებე იყო, თუმცა განათლების ნაწილში ოდნავ მოიკოჭლებდა. მეტიც, ავტომობილებზე უსაზღვროდ შეყვარებულს მართვის მოწმობაც კი არ ჰქონდა. ერთი სიტყვით ეს კაცი იყო ყველაფერი, რასაც ინდიანა ჯონსის ბოროტი პერსონაჟისგან მოველით. ბოროტი მეცნიერი, რადიკალური ხედვებით, რომელიც ისტორიის არასწორ მხარეს დგას და ამით ძალიანაც ამაყობს. მიუხედავად ამისა, ამ დიდ მეოცნებას ვერ დავუკარგავთ იმას, რომ ძალიან კონკრეტული იდეა გააჩნდა. მისი აზრით, დგუშიანი ძრავა ზედმეტად ქაოსური იყო და იდეალური მექანიზმის შექმნას 40-ზე მეტი გაუჩერებლად მოძრავი დეტალის გაერთიანება სულაც არ სჭირდებოდა. ამ იდეის ირგვლივ დარაზმულმა თავის მომხრეებთან ერთად 1926 წელს პირველი როტორულ დგუშიანი შიგაწვის ძრავა დააპატენტა. და როგორი იყო ვანკელის ძრავა? თეორიულად საკმაოდ გენიალური. მას მხოლოდ 3 მოძრავი დეტალი ჰქონდა. მეორეული ლილვი და 2 სამკუთხა როტორი, რომლებიც მბრუნავ დორიტოსის ჩიპსებს მოგვაგონებდნენ. ერთი შეხედვით შესანიშნავად დაბალანსებულმა, ძალიან მარტივმა და ენერგიულად მბრუნავმა ძრავამ მრავალი ავტომწარმოებლის თვალი მოატყუა. სულ მალე ვანკელს სურველთა რიგი დაუდგა. მათ შორის ერთი გაჭირვებული იაპონური კომპანიაც იყო, რომელმაც გადაწყვიტა აეღო როტორული ძრავა და მომავალი 50 წელი მისთვის შეეწირა. რატომ მაინც და მაინც მაზდა? რადგან მეორე მსოფლიო ომის შემდგომ იაპონია დაახლოებით ფრანცისკო გოიას იმ ნახაც გავდა. აი, სატურნი რომ თავის შვილს ჭამს. მართლაც, დიდი ბიჭები აქ პატარებს ჭამდნენ. მაზდას შესაჭმელად კი კბილებს არც მეტი არც ნაკლები ნისანი ილესავდა. და რა უნდა გააკეთო, როცა გიგანტური კორპორაცია შენს გადასაკლაპად ემზადება? დიახ, როგორც ვიდეოს დასაწყისში ვთქვით, ვა-ბანკზე უნდა წახვიდე. მაზდამ კიფსონი ყველაზე უცნაურ ტექნოლოგიაზე გააკეთა, როტორულ ძრავაზე, რომელიც ავტომშენებლობის გიგანტებმა აიტაცეს, თუმცა მალევე ცხელი კარტოფილებით გადმოაფურთხეს. ფინანსური კრახის პირას მყოფ კომპანიას უნდა მოეხერხებინა ის, რაც მერსედეს-ბენცმა და ისუზუმ ვერ შეძლეს.
სრულყოფილებამდე დაეხვეწა ძრავა, რომელიც ვულკანი ვეზუვივით ბოლავდა. უდაბლესი კომპრესია ჰქონდა და ზედს დაახლოებით ისე მოიხმარდა, როგორც გამოცდილი თამადა ღვინოს. Tom Hanks-ი ალბათ იტყოდა: Houston, პრობლემები გვაქვს. Houston, we have a problem. თუმცა ერთ-ერთ წინა ვიდეოში ხომ გითხარით, რომ იაპონელი ინჟინრებს სირთულეები არ აშინებთ. და სწორედ მაშინ, როცა ამის არავის ჯეროდა, ბრძოლის ველზე სამურაები გამოჩნდნენ. შეუსრულებელ მისიას სათავეში კენიჩი იმამოტო ჩაუდგა. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი და ჰიროშიმას ატომურ დაბომბვას გადარჩენილი ინჟინერი, რომელმაც გადაწყვიტა ფიზიკას შებრძოლებოდა. ამ ბრძოლაში იამამოტო მარტო არ ყოფილა. მის უკან 47 ელიტური ინჟინერი იდგა, რომელთაც კომპანიის მიმართ ერთგულების გამო სიყვარულით 47 რონინი შეარქვეს. We are 47. დავალება მარტივი ნამდვილად არ იყო. იაპონელებს თვითმკვლელი ძრაბა უნდა ემუშავებინათ. რატომ თვითმკვლელი? სანამ მაგას გეტყვით, თუ არ გინდათ ჩვენც თვითმკვლელებად გვაქციოთ, სასწრაფოდ გამოიწერეთ ეს არხი. ხო, თვითმკვლელი იმიტომ, რომ ვანკელის ძრავა ხანგრძლივი ბრუნვისას საკუთარ თავს აზიანებდა და ანადგურებდა. კენიჩი იამამოტომ პირველი პროტოტიპი მალევე შექმნა. და რა გონიათ, ეს ტრიუმფი იყო? არაფერიც. რომ თქვათ, მაზდას პირველი როტორული ძრავა ნაგავი იყო მეთქი, ნაგავს შეურაცხყოფას მივაყენებთ. თავარ პრობლემად კვლავ ეგრეთ წოდებული ეშმაკის კლანჭების კვალი რჩებოდა. დეფორმაციული ტალღები როტორის კორპუსზე, რომელთაც ვიბრაცია იწვევდა. ფაქტობრივად ძრავა საკუთარ თავს ჭამდა. უფრო სუსტი გუნდი ალბათ დანებდებოდა. თუმცა საქმეს იამამოტოს რონინები უძღვებოდნენ. ბუშიდოს პრინციპით მცხოვრები იაპონელი კაცები, რომელთათვისაც დანებება სირცხვილი კი ჰარაკირის თოლფასი იყო. კარგი, ხო, ასე დრამატულადაც არ ყოფილა. აი დაივიწყეთ. ისინი ფარეხში ცხოვრობდნენ. ღამით არ ეძინათ და კოფეინში გარეული მიზანდასახულობით არსებობდნენ. შრომა დაფასდა. სულ რაღაც 2 წლის თავზე პრობლემა გადაიჭრა. როტორის წახმაგის სამჭიდროებელი ფირფიტის გენიალური ცვლილების შედეგად მაზდამ ვანკელის ძრავის სერიული წარმოება დაიწყო. ეს საავტომობილო ინდუსტრიისთვის ერთი პატარა ნაბიჯი, თუმცა იაპონური ავტომწარმოებლისთვის გიგანტური ნახტომი იყო, რომელმაც კომპანია პირდაპირი მნიშვნელობით სიკვდილისგან იხსნა. ალბათ ყველა ხვდებით, რომ ძრავა, რომლის სრულყოფაზე წლები და საუკეთესო გუნდის მთელი რესურსი დახარჯეთ, უბრალო მანქანაში არ უნდა მოათავსოთ. კოსმო ასპარეზზე სწორედ აქ გამოდის. ფერარის სხვადასხვა მოდელის, ფორდ სანდერბერდისა და ჩქაროსნული მატარებლის დიზაინით ინსპირირებული მანქანა, რომელიც მაშინდელი თვალისათვის უცხო პლანეტელების ხომალდს გავდა. თუმცა სისწრაფე კოსმოს ძლიერი მხარე არასდროს ყოფილა. აი რაც შეეხება გამძლეობას, ის ფლაგმანმა არაერთხელ, ყველაზე მეტად კი ნურბურგრინგზე გამართულ 84 საათიან გამძლეობის რბოლაში დაამტკიცა, სადაც მეოთხე ადგილი დაიკავა. როტორული ძრავა მუშაობდა. მაზდამ მისი ყველაფერში გამოყენება დაიწყო. სედანებში, სატვირთოებში, მდიდრულ ავტოებში. ყველაფერი შესანიშნავად მიდიოდა. კომპანია ფულს 7-ად ითვლიდა, მაგრამ ზღვა ყველაზე მშვიდი შტორმის წინაა ხოლმე. 1963 წელს ნავთობის კრიზისი დაიწყო. ნავთობის ექსპორტიორი არაბული სახელმწიფოების ორგანიზაციამ სრული ემბარგო შემოიღო იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც იომ ქიფურის ომში მხარი ისრაელს დაუჭირეს. შედეგად ბენზინი კატასტროფულად გაწვირდა. თუ კი მაზდას აქილევსად მივიჩნევთ, მაშინ მას ქუსლში სუმცირე 10 ისარი მოხვდა. ამის მიზეზი კი როტორული ძრავის ხარჯიანობა იყო. ვანკელის გამოგონება გუშიან ძრავაზე ბევრად მეტ საწვავს მოიხმარდა. ის რაც რამდენიმე წლის წინ წარმატება იყო, ახლა მიუტევებელ ცოდვად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია უიმედოს გავდა, იაპონელებმა უბრძოლველად დანებებაზე უარი თქვეს. 1978 წელს მაზდა ავტომშენებლობის საფუძვლებს დაუბრუნდა. გაიხსენა სპორტული ავტომობილების წარმოების ოქროს წესი, წონის შემცირება და უკანა ამძრავობა. კიდევ იცით ვინ მოიქცა ასე?
თუ არ იცით, ესე იგი ჩვენი ერთ-ერთი წინა ვიდეო ბენტლის შექმნის შესახებ არ გინახავთ. ნუ გადადებთ. როგორც კი ეს ისტორია დასრულდება, უოლტერ ბენტლის ამბავს ჩაუჭექით. ამავე წელს იაპონურმა კომპანიამ საავტომობილო სამყაროს ერთ-ერთი საუკეთესო მოდელი FB თაობის Mazda RX-7 აჭუქა. თითქოს ეს იყო ის, რისთვისაც როტორული ძრავა შეიქმნა. დახვეწილი დიზაინის მქონე, დაბალანსებული ხმაურიანი ორკარიანი მანქანა, თუმცა მისი სიმძლავრე და მაბრუნი მომენტი მოწოდების სიმაღლეზე ამ პერიოდში ნამდვილად არ იდგა. მიუხედავად ამისა, ამ ულამაზესმა კუპემ მომხმარებელს თავი ძალიან შეაყვარა და გააკეთა ის, რასაც კომპანიის სხვა მოდელები აქამდე იშვიათად აკეთებდნენ. გაყიდვებში დიდი მოგება მოიტანა. განსაკუთრებით პოპულარული კი შეერთებულ შტატებში გახდა. Mazda გადარჩა. Sony გამართლდა და იაპონური ვებხვის გვერდით ახალი დაცერელი გამოჩნდა. ამერიკელები FB-ს ყიდულობდნენ, თუმცა Mazda გრძნობდა, რომ ისინი სხვა მანქანაზე ოცნებობდნენ. ეს ავტომობილი კი Porsche 944 იყო. და რას ვაკეთებთ, როცა გამოცდაზე ვართ და არაფერი ვიცით? რა თქმა უნდა, ყველაზე ჭკვიანი მოსწავლის გვერდით გჯდებით და მისგან ვიწერთ. სწორედ ასე გაჩნდა FC თაობის RX-7. 360 კილოგრამით დამძიმებული მოდელი. 80-იანების მძღოლები ავტომობილებში კომფორტს ეძებდნენ. საჭის გამაძლიერებელი, ელექტროფანჯრები, დამოუკიდებელი საკიდარი, ტურბოდაბერვის ეგრეთ წოდებული twin scroll სისტემა. ერთი სიტყვით ყველაფერი რისი მოცემაც თანამედროვე ტექნოლოგიებს შეეძლოთ. FC RX-7 იყო მანქანა, რომელიც მაგალითად ამერიკელების საამაყო კორვეტს დიზაინითა და ტექნიკით შეეჭიდებოდა და არა უხეში ძალით. ეს იქნებოდა პირველი იაპონური სპორტული კუპე, რომელიც ევროპული კოლეგების გვერდითაც ამაღად დადგებოდა. ოქროს ხანა ძალიან ახლოს იყო და ის 90-იან წლებთან ერთად მოვიდა. Mazda მიზნად ისტორიაში საუკეთესო სპორტკარის შექმნა დაისახა. კონკურენცია არ ნახული იყო. Nissan Skyline GT-ს უშვებდა, Mitsubishi Lancer Evos და 3000 GT-ს, Toyota Supra-ს, Subaru კი Impreza STI-ს, RX-7-ს. გზა მონსტრებში უნდა გაეკვალა და საბოლოოდ ეს გამოუვიდა. შეუძლებელია ეს ასე არ მომხდარიყო. FD თაობის შექმნაზე ხომ ლეგენდარული 1000 შემქმნელი გუნდი მუშაობდა. გენიოსები, რომელთათვისაც დიდებულების საიდუმლო სიმსუბუქეში იმალებოდა. Jaguar E-Type-ით შეპყრობილმა თაივანელმა დიზაინერმა Wu Hongqinმა 1000 ინჟინრებთან ერთად შეძლო და შექმნა წინა თაობაზე 100 კილოგრამით უფრო მსუბუქი სპორტული კუპე, რომლის არც ერთი მონასმიც სწორხაზოვანი არ იყო. შედეგი აბსოლუტური შედევრი, რომლის კაპოტის ქვეშაც ისტორიაში პირველი ორმაგი თანმიმდევრული ტურბოდაბერვის ძრავა იმალებოდა. Skyline GT-რის ძრავაზე ორჯერ პატარა ზომის მექანიზმი, რომელიც 255 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა და სამართავად ღვთაებრივი იყო. იმედია მიხვდით, რომ ეს 1980 და 2000-იან წლებში დაბადებული ყველა იმ ავტომოყვარულის საოცნებო მანქანაა, ვისაც ფორსაჟი ერთხელ მაინც უნახავს. FD უბრალოდ უნაკლო იყო, თუმცა თავის კლასში მეფის გვირგვინს სამწუხაროდ ვერასდროს ეღირსა. რატო? ვანკელს კითხეთ, მეოცნებენ ნაცისტს, რომელმაც ეს ხარჯიანი, ხრჩოლავი და ხმაურიანი ძრავა შექმნა. რომლის გამოცემული ბგერებიც დღეს მუსიკასავით ჩაგვესმის. თუმცა თავისი დროის ადამიანის ყურისთვის მიუღებელი იყო. Mazda-ს როტორული ძრავა, როგორც პიპინიაერის თავი იყო და ძველი ნამუშევარია. ბნელი რომ იყო ხალხი მაშინდელი. არ გეკონოთ, რომ როტორმა უჩუმრად დახვდოვა.
მიუხედავად იმისა, რომ სერიული წარმოება ამერიკის შეერთებულ შტატებში თანდათან შეწყდა, 1991 წლის ლემანზე Mazda-მ კარი მაინც გაიჯახუნა და გახდა პირველი იაპონური ავტომობილი, რომელმაც 24 საათიანი რბოლა მოიგო. 787 bis 4-როტორიანი ძრავის ხმა ჩავლისას ყველაზე მამაც ადამიანსაც ააფორიაქებდა. ეს იაპონური მწარმოებლის მაიკ დროპი იყო. მიუხედავად დასადგურებული სიჩუმისა, Mazda-ს ენთუზიასტების პოვნა დღესაც შეგიძლიათ. დააფასეთ ასეთი ადამიანები. მათ ხომ დინამიკურობა და ქაოსი მიზანშეწონილობასა და ლოგიკურ გადაწყვეტებს ურჩევნიათ. მათთვის ავტომობილის მართვა მათემატიკა არ არის და მზად არიან თავიანთ უსასრულოდ მბრუნავ რიტოებს ბოლომდე ემსახურონ. შესაძლოა Mazda-ს ოცნება ჩაფლავდა, როტორულმა ძრავებმა ფეხი ვერ მოიკიდეს და საბოლოოდ მათზე უარის თქმა ამ უკანასკნელსაც მოუწია. თუმცა ისტორია მხოლოდ მათ სახელებს იმახსოვრებს, ვინც იბრძოლა. გაიხსენეთ ლეგენდარული ფრაზა ქართული სამოყვარულო კინემატოგრაფიიდან. ეს ქვეყანა არაფერია თორე ბრძოლა. და მეც ბრძოლობ რა. როტორული ძრავა ლოგიკური არასდროს ყოფილა. არც პრაქტიკული. თუმცა მასში ჩადებული მიზანდასახულობის დამსახურებით უნიკალურობას ყოველთვის ინარჩუნებდა. ყოველ ჯერზე, როცა მის სახელს გაიგონებთ, გახსოვდეთ, რომ ზოგჯერ სასწორზე ყველაფერი უნდა შეაგდოთ, თუ დიდებულებას ესწრაფვით. უნდა ენდოთ თავზე ხელახებულ რონინს, რომელიც თქვენში ცხოვრობს და იგნოროთ კრიტიკოსები და უბსკრულში ხმალამოღებული გადაეშვათ. ენიცის, იქნებ თქვენს იამამოტოსავით გაგიმართლოთ, შესაბამისად, თუ 10 RX-ის უნიკალურ ხმას გაიგონებთ, გაიხსენეთ 47 რონინი, გაიხსენეთ ფელიქს ვანკელი და პატარა იაპონური კომპანია, რომელმაც შეუსრულებელი მისია შეასრულა. ბოლოს კი გითხარით, 1990-იანი წლები რომ იყოს, რომელ RX 7-ს იყიდით. მოკნილდა სხართ FB-ს, რთულდა ტექნოლოგიებით სავსე FC-ს, თუ ძლევამოსილ შემზარავ FD-ს. და რაც მთავარი არ დაგავიწყდეთ, რომ სწავლა სიბერემდეა. გამოიწერეთ ჩვენი არხი და გააგრძელეთ ცოდნის მიღება ყოველკვირეულად. ხო, ამის გარეშე ვერ დაგემშვიდობებით, მოიცა. იცით, რასეუბნებით სიკვდილის ღმერთს, რომელიც თქვენი კომპანიის გასაკუთრებლად მოდის? ზარა